გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. წინა მინების ვიდეოში გითხარით რომ თუ ის ვიდეო ავიდოდა 4000 ლაიქზე, ეგრევე შევწყვეტავდი ყველაფრის კეთებას, რასაც არ უნდა ვაკეთებდი და დავიწყებდი ახალი მინების ეპიზოდის გადაღებას. მაგრამ ის ვიდეო 4000 ლაიქზე ერთ დღეზე ნაკლებ დროში ავიდა, რასაც არ ველოდებოდი, მაგრამ სიტყვას ხო არ გავტეხ. ეგეთი იუთუბერი ხო არ ვიქნები, ამიტომ გადავიდოთ. უკვე საერთოდ 6800 ლაიქი აქვს. ეს ვიდეოც აიყვანეთ 4000 ლაიქზე და შემდეგი მინების ეპიზოდი იქნება უმალვე. ჩვენს ჯგუფში მიმები 160+2-ში იმდენი მიმი იგზავნება, რომ ვიდეოს მატერიალი მაინც არ გამომელევა და რამე ნაღვლება. ცოტა მეძინება, მაგრამ იმედია კარგი ვიდეო გამოგვივა. დივანის გადასაფარებელი. ასეთი წარწერაა სადღაც ალბათ მაღაზიაში. დივანს რომ მიეძინება, ალბათ უნდა მიაფარო. LG ფუტკარი, ჩაი და რიგი. ახლა ალბათ ვიღაცა იფიქრებს, რანაირი 160 IQ-ა ამ ადამიანს თუ ეს რებულსა მიმი ვერ დაიკითხაო და მოდი დავწაბოთ გონება. ფუტკარი რა შეიძლება იყოს? ინგლისურად უნდა წაიგდო. LGBTQ გამოვიდა. Holy shit. აქ არის მიკროფონი. აქ არის ჩემი კომპიუტერი. აქ არის ჩემი პლანეტა. აქ არის მიმები. რებულსა მიმები. ძალიან მიყვარს რებულსა მიმები. მე ვცდილობ მოვიქრო PC 5-ის მოსაგები მიმი და გამოთვალა ფორმულები. ჩვენი ერთვიანი სილკის მიმების გათამაშება რომ მიმდინარეობს ახლა ჩვენს ჯგუფში. ეგ ხომ არ დაგავიწყდათ? ვათამაშებთ PlayStation 5-ს, Gaming Scams, ალბათ ჩემნარ Scams გავათამაშებ. Gaming Monitors, ბევრი ჰერცით, ალბათ 240-ით, ან 144-ით. Gaming Headsets და Gaming კლავიატურას. ამ პრიზების მოსაგებად საჭიროა სულ რაღაც მიმის გამოგზავნა. ჩვენს ჯგუფში 3 ჰეშტეგით. ლაიქები ვისაც ეკნება ყველაზე მეტი ის მოიგებს PlayStation-ს და დანარჩენ 4 პრიზს გადავცემთ კრეატიულობის მიხედვით. და მიმი უნდა იყოს ან 5%-ზე, ან Silk card-ზე, Play card-ზე, ან ზოგადად gaming-ზე. როცა უკვე 10 წუთი ელოდები თამაში ჩატვირთვას და უცებ ამჩნევ press any button to continue. ალბათ ასე ყველას მოგცვლიათ. თამაშის loading-ი რო გქონია და თურმე უნდა დააჭირო შენ თვითონ. აჰა ბიძი შენ ეს ბარათი და თამაშები იყიდე. მიაწოდა Play card-ი. და 5% შენთვის დაიტოვე. მაღაზიაში რომ გიშვებდნენ და ნაყენის ფული რომ უნდა დაეტოვებინა შენთვის. როცა შენთვის ერთობოდი მიმებით და ლაიქებით შეჯებში გათამაშება დაიდო. რადგან მიმების გათამაშება არის ლაიქებით, ბევრი თქვენგანი ალბათ ერთმანეთის მიმებს არ ალაიქებს. სხვას რო არ მოუმატოს ლაიქები, მაგრამ ნუ იზამთ ეგრე. ხო იცით, რასაც გაცემთ ის გიბრუნდება ცხოვრებაში. ამიტომ ბევრი ლაიქები გაეცით და ბევრი ლაიქები დაგიბრუნდებათ. ისევე როგორც ბევრი სიკეთეს თუ გაცემთ, ბევრი სიკეთე დაგიბრუნდებათ. და საერთოდაც ადამიანს არ შეუძლია იფიქროს სხვაზე. იმიტომ რომ რასაც ფიქრობ, ეს შენი თავის ნაწილი ხდება. და სხვაზე თუ ბევრს ფიქრობ, ეს შენი ფიქრი იმ ადამიანს ნაკლებად ეხება, საერთოდ არ ეხება თითქმის და შენ თავში კი ადგილს იკავებს. შენ თავში კი რაც იკავებს ადგილს, შემდეგ ის ხდება შენ ცხოვრებაში. ახლა გავაგრძელებ მიმებს, ასეთ თემებს კი სხვა ვიდეოებისთვის ან პოდკასტებისთვის შემოვინახავ. როცა კი მეძინება, მაგრამ კარგ ხასიათზე ვარ. ჰიტა აკეთებს გათამაშებას Silk-თან ერთად ამ დროს მიმერები ჯგუფში. CC-ის მიმები 160+2. ჩვენი მიმების სუპერსტარი რაც იყო. ჩვენი დამტენი. ერთ-ერთ პოდკასტში მე ფული პოდკასტი რომ ქვია, მან მოვყევი ამ ჩვენი დამტენის ამბავი და რაც ჩვენს მიმების კომუნიკაციაში ხდებოდა. შემდეგ ამოიჭრა TikTok-ზე, დაიდო და ერთ დღეში ნახეთ, აქვს 250.000 ნახვა. 15000 ლაიქი და რამდენიმე 1000 გაზიარება. ასე რომ ჩვენი დამტენი TikTok-ის საზოგადოებამაც გაიცნო. გონი. ჩემი გაკეთებული მიმი, ლაიქები. ეს წერანაზე ვთქვი, ლაიქებზე ესე რო შევა. ყველა ცდილობს ჰიტას გათამაშებაში PS5 მოიგოს. მე რომელსაც 144 Hz ანი მონიტორი მინდა. Gaming Scam-ი ვისუნდა. ეხლა ეს ჩემი და Silk-ის კოლაბორაცია ამ გათამაშების ამბავზე ძალიან კარგად მიდის და ისევ ასე ძალიან კარგად თუ გაგრძელდა და ბოლომდე შეიძლება მე კიდე უფრო საინტერესო რაღაცებიც გავაკეთოთ ამაზე კიდე უფრო. როცა მთელ სანათესაოში ატყობინე რომ მუშაობა დაიწყე და მეორე დღეს გამოგიშვეს. ჩემ მეგობარს დაემართა ისე. აღნიშნა სამსახურის დაწყება და მე ესე მოხდა. Mastercard-ი და Play card-ი და GTA-ს wallpaper-ია. Gaming-ური ბარათი, Play card-ი. ეს მე მგონი პირიქით უნდა იყოს ბარათები. Win გადმომცემს PS5-ს, ჰიტა. ვაუ, Google-მა უპასუხა რომ ჰიტა გადაცემს PS5-ს. აქ წერია რომ ჰიტა 177.000 გამომწერი ყავს YouTube-ზე. მაგრამ მე დღეს 180.000 გამომწერი მყავს. ჩემი არხი უკვე 180k-ზე მეტია, ჩემი არხი უკვე 180k-ზე მეტია, ჩემი არხის მიზანი იყო 180.000 და შენ უკვე გამიკეთე სურპრაიზი. მოდებს ვიწერ, ხარვეზები რომ გაასწორო, ხო? ხარვეზები რომ გაასწორო, ხო? ზოგ ხარვეზს გასწორება არ სჭირდება.
მე არ უნდა დავხარჯო ფული სკინებში, რადგან ძვირია. მე არ უნდა დავხარჯო ფული სკინებში, რადგან ძვირია. ვიყიდი სკინებს ქარდით და 5%-იანი cashback-ი მექნება. კარგი იყო. ჰიტა ათამაშებს PS5-ს, ამ დროს მიმერები. ჩემია. ის არ მithობს. Silk-ის აპლიკაციას ვინც გადმოიწერთ და Play Cards აიღებთ, 24 საათის განმავლობაში დაგერიცხებათ 10 ლარი. Silk-ის აპლიკაციას შეგვიძლიათ მიიღოთ სხვა ბანკის ბარათი და თანხის შეტანა და გამოტანა უფასოა. და ასევე ერთი სიახლე, ვისაც ბანკის აპლიკაციაში გეზარდებოდათ აქამდე ვერიფიკაციის გავლა, იმიტომ რომ სახეზე უნდა მიინათო ესე კამერა და გამოძრავოდა კიდე პირადობას გადაუღო და იგივე რაღაცები. ამიტომ Silk-ის აპლიკაციას დაემატა ასეთი ფუნქცია, რომ თუ გაქვთ საქართველოს ან TVS-ის ანგარიში, შეგიძლიათ მაგით გაიაროთ ავტორიზაცია და ბევრ ფუნქციას გამოტოვებთ. სხვა ბანკით გაივლის ავტორიზაციას. აი საიტზე რომ რეგისტრირდები და ან Facebook-ით ან Google-ის აკაუნტით, Gmail-ით რომ აკეთებ ვერიფიკაციას, დაახლოებით იგივე რამეა. თუ არ აგიღიათ ჯერ Play Card-ი, თავისი ბევრი ბენეფიტების გამო და პლუს 10 ლარი რომ დაგერიცხოთ, მაშინ გამოიყენეთ ეგ მეთოდი და თან ლინკს დაგიტოვოთ ვიდეოს აღწერაში. ვაუ, PlayStation 5 უჭირავს, ჯოისტიკი თავში აქვს გარჯობილი, Play Card-ი და მე. ჩემი თავი მომწონს ძალიან ამ ფოტოში. რაცა ძალიან მედიდურად და საამაყოდ გავარ. ჩემი საფულე, თამაშის ფასი, 5%-იანი cashback. ეს template-ი ძალიან საინტერესო გამოვიდა. რონალდოს რომ აყვირებენ ეს საქართველოს თამაშზე. ვიღაც რამდენი ხანია Dota-ს თამაშობ? მე 6K პლუს საათი. ვაუ, значит მაგარი პრო ხარ. მე პრო. 6K პლუს საათი იცით რას ნიშნავს, რომ in game-ში ანუ როცა თამაში ჩართულია და თამაშობ, გატარებული გაქვს 6000 საათი. 6000 საათი იცით რამდენია? 6000 გავყოთ 24-ზე. 250 სრული დღე და ღამე. Dota ალბათ არის უნიკალური თამაში, იცით რითიც კიდევ ერთი მიზეზი რა არის. რომ Dota შეიძლება ითამაშო 10000 საათი, შეიძლება ითამაშო 15000 საათი და იმ უამრავი რანკიდან რაც თამაშს გააჩნია, კონდეს მაინც ყველაზე დაბალი რანკი. სულ ყველაზე დაბალი. ეგეთი რამე არ მახსენდება არაფერში. ვერ წარმომიდგენია რომ ეგეთი რამე შეიძლება სხვა რამეშიც არსებობდეს. და რაც კოუჩები და გურუები და ვიღაცები ხო ამბობენ, რომ თუ რაღაცა საქმეს დაუთმობ 10000 საათს, იმ საქმეში ხდები პროფესიონალი. აი მაგალითად 10000 საათი რომ დაუთმო იურისტობას, გავხდები პროფესიონალი იურისტი. ან 10000 საათი რომ ხატო, ვიქნები პროფესიონალი მხატვარი, ან 10000 საათი რომ დაუთმო რაღაცას, ვიქნები იმაში პროფესიონალი. ეგ Dota-ში ვერ იქნები. აი ფეხბურთს რომ შევადაროთ, 10000 საათი რომ თამაშობდე ფეხბურთს და პენალტის დარტყმაც კი ვერ ისწავლო. იმას არ გულისხმობ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები ხანდახან ააცილებენ ხოლმე. საერთოდ კარისკენ არ მიდიოდეს ალასტრო შენი დარტყმული, აი ამ დონეზე გულისხმობ. მაგრამ თან ის არ გაშინებდეს და მაინც აგძელებდე. აი ამდენად უცნაურია Dota მხოლოდ ამ კომპონენტში. Dota-ზე რომ მინდოდა ვიდეოს გადაღება და 3 წლის წინ რომ დაგპირდით. აი ესეთ რაღაცები სულ უფრო მანდობებს და მახსენებს იმ მომენტს რომ გადავიღო. ჩემ ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა უნდა ამერჩია ჭადრაკით დავკავებული ყავი თუ Dota-თი და Dota ავირჩიე. მომინდა ახლა იმ ვიდეოს გადაღება. იმდენი რამე გამახსენდა Dota-ზე რაც შემიძლია საინტერესო თქვა. მე ვაიძულებ ჩემს twins მორიგი მიმი შექმნას გათამაშების მოსაგებად. არ აიძულოთ მეგობრებო არაფერი თქვენს twins. იძულება არ გინდათ. უკაცრავად ქალბატონო ბარათი დაგივარდათ. შეყვარებული მყავს. რაც მაგაცებთან ერთად ჩაუჯდა PlayStation-ს. იყიდა ჯერ და მე ჩაუჯდა. მამა, PS5 რა არის? არ ვიცი შვილო, მე ვერ მოვიგე ხიტას გათამაშებაში. სევდანარევი იყო. Batman-ი და Rabbitman. აუ, Rabanastan და TMG-სთან კი მომენატრა ვიდეოს გადაღება. და თან იცით რა მოხდა? აი ეს ვიდეო რომ გადავიღეთ ბიჭებმა 2000 კობილიანი ცხარე ჩიპსი რომ ჭამეთ და ჩელენჯი რო იყო რომ 10 წუთი არაფერი არ უნდა დაგვეყოლებინა და 120,000 ნახვა რო აქვს. ახლა გამოვიწერე 4 მილიონიანი სკობილიანი ჟელიბონი. და რამდენიმე დღეში Rabanas და TMG-ს დავპატიჟებ და ისევ გადავიღებთ ჟელიბონზე ვიდეოს. იმ ჩიპსის ჭამის შემდეგ კი ვიყავით ცუდად. მაგრამ იქ გითხარით რომ თუ ის ვიდეო ავიდოდა 10000 ლაიქზე, გადავიღებდით კიდევ ცხარე ჩელენჯს და 19000 ავიდა. მუხის მაგარ ენერგიაზე ვარ. Visa Silk-ი Play ბარათი. და ვიდეოს აღწერაში ეწერა რომ 5 წელი გვაკეთებდი ამ ნამუშევარსო. ხეზეო. მაგარია. წარმოვიდგინოთ რომ AI არ არსებობს. CS:GO სკინები, Valorant-ის სკინები. CS:GO-ს და Valorant-ის მოთამაშეები სადაც შეხვდებიან ერთმანეთს, სულ დაუსრულებელი კამათი იწყება ხოლმე. მომენტი როცა შენი გაკეთებული მიმი ვიღაცამ ოდნავ გადააკეთა და ახლა შენზე მეტი ლაიქი აქვს. ასია მეგობრებო, მიმებში არ არსებობს copyright. ამიტომ თუ მიმი გამოიგზავნება, ვინც პირველი გამოგზავნის, იმას ეთვლება ორიგინალად.
ესეთი ადამიანი არის დაგდებული და რა დაემართა. Steam-ზე Cirque Play card-ის გამოყენება დაავიწყდა. და ესე დაემართა, ცოდოა. მომენტი როცა ჰიტამ გათამაშება წამოიწყო. მარტო კი არ წამოვიწყე, ხა ვაგრძელებ შუა ეტაპზე ვარ და მე მორჩება. ხალხი მინებზე ბევრი ლაიქით. PS5 მე. ვაუ, როგორი მინია? ბოლოს მაფიაში რო ვიყავი, მანოც იყო და ძალიან უსაური თამაში გამოვიდა. სხვათაშორის მანო ხშირად არის თუმრად ამბოლო დროს იუთუბერებთან და ძალიან კარგია. კარგი მხიარული ქარაქტერი გაიჩნდა მანო. რას დაინახავს ჩემი მონიტორი, როცა PlayStation-ს ვერ მოვიგებ? რატომ? კიდე გავათამაშებ PlayStation-ს, რა იყოთ? თქვენ არ მოიწყინოთ ოღონდ. ხო იცით, მე სულ ვცდილობ რომ ბევრი რამე გავათამაშო. და სულ უდიდესი მადლიერება გამიჩნია თქვენს მიმართ, ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს და ალაიქებთ, კომენტარს წერთ და აზიარებთ. მაგაზე ხო საერთოდ, მაგრამ ისედაც რომ უყურებთ, მაგაზეც უკვე უნორმალ დიდი მადლიერების გზნობა გამიჩნია და ამიტომ სულ მაქვს ისეთი განცდა, რომ სულ რაღაცები უნდა გაჩუქოთ. ზოგადად ჩუქება რაღაცის, ან თუნდაც პოზიტიური ენერგიის, ან რაღაცა ეგეთების ყველაფრის კარგია. იმიტომ რომ თუ თქვენ დაკვირვებული ადამიანი იქნებით ცხოვრებაში, რასაც გასცემ შენი რაღაცა დაკარგულია, ყოველთვის დაგარწმუნებთ თავის სიმართლეში. თქვენო უდიდებულესობა ვის არ ტყვეთ ამის თქმას? გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 60 IQ მაქვს. არ შევწყვეთ მეგობრებო, იმიტომ რომ იუთუბერობა ჩემი ცხოვრების მიზანი იყო და მე ეს მიზანი ავიხტინე. 4000 ლაიქს ახალი ეპიზოდი.